11 წლის გიორგი საკუთარ თავში დარწმუნებული მოემართება წითელ ხალიჩაზე. მას ძალიან უნდა დათოს გუნდში მოხვედრა. მე ვარ გიორგი წკრიალაშვილი, 10 წლის თბილისიდან. მე ვცხოვრობ დედასთან, მამინაცვალთან, ბებიასთან და ბაბუასთან. მამას ხანდახან ვნახულობ. დავდივარ მუსიკაზე და სიმღერაზე. მე მიყვარს მაიკლ ჯექსონი. ყველაზე კარგად ვსწავლობ მათემატიკას. მე მინდა გამოვიდე მსახიობი. მე მყავს შეყვარებული რუსა ჯინჯოლავა. ჩემი კლასელი. მეგოთხარი მიყვარხარ მეთქი და მას შევწვა და არ ვთქვი არა. მეგობრები მეუბნებიან რომ უყვარხარ. დედამაც ფულს და უყიდულობ ბეჭდებს, ყვავილებს და ჩემ შეყვარებულს უხარია და მართლებს. მამაჩუკა დუხი. უყვარვარ მასწავლებლებს. განსაკუთრებით ჩემი ქართულის მასწავლებელს მარიკა კაციას. სამივე თუ შემოგიბრუნდა. ვისთან წახო? დათოსთან. რატო? რომ მოუწეს. რა უნდა იმღერო? როგორ უნდა მოგეფერო? ჯგუფის სახის სიმღერა, ხო? შენ შეყვარებულმა იცის რომ მოხვედი? დიახ. დავის რომ მიუწყდა ეს სიმღერა? ჩემ შეყვარებულს. მაგარია. მოდი ჩემთან კაც. მე როგორ მიყვარხარ, შენ ხო იცი? როგორ ხარ? კარგი ჩემ. მე კარგი ჩემ. ნერვიულო? ცოტას ხო და? კნოპკა. მზად ხარ? ხო მაგარი ბიჭი ხარ ძალიან. ხო და დაჭექო სცენაზე. წავედი. იმ წვრთნელთან მინდა მოვხვდე, ვინც შემოbrunდება პირველად. როგორ მინდა მოგეფერო დღეს შენ რა მასიხარ მაგრამ უნდა დავიჯერო რომ დღეს შენს ვისიხარ მაპატიე მე მახსენდება რომ ლოდინი დავსებები დაღლილი ჩემს ქუჩაზე დათო შენ სიმღერას ღერის მეგაბავში რომ მიყვარდი მინდოდა თქმა სვერ ვედავდი ოდეს შენს ხიმს სვერ ვავდი უნდა მაპატიო აი ამ ასაკში დათოზე ნაკლებად არ გიმღერია მინდა გიცხრა და გილეცა. ოპა. გილოცა, ძალიან კაი ბიჭი ხარ. დაქვია? გიორგი. სუპერ. ეფანე გილოცა. უბრალოდ ხუდი სიმღერა მიცეს და ბრავო. აი შენ მაგას არ გაპატიებენ. გიორგი სტეფანეს გუნდის მე-15 წევრი გახდა. უხერხული შეგრძნება გიორგში მქონდა რომ ძუდი სიმღერა მაგდა წერილი და სხვა სიმღერას უფრო კარგად იმღერებდა ეგ ბავშვი. მე ვფიქრობ, რომ ახლა ხუმრობ რა თქმა უნდა და ერთი ძალიან პატარაა, ხო? მე მოამზადა სიმღერა, ალბათ ოცნებობდა რომ მისი საყვარელი ადამიანი დათოს სახით
მიბრუნებულიყო. მე რო შემოუტრიალნი და დავინახე რომ ესეთი პატარა იყო, ვინანი კიდეც. სტეფანე არ უშვებს არასდროს შანს რომ სადმე პატარა დათოს ანკეზე წამოაგოს. თუმცა დათოც პროვოცირებას აკეთებს და მე როგორც ქართლის დედა შუაში ვდგევარ და თეთრი მანდილით რომ კოჰაბიტაცია დავამტკიცე, ახლა ვიხმარა ამ მოდურ სიტყვას, მე და დათოს გვაქვს კოჰაბიტაცია და ვართ კლასიკური მაგალითი, პოზიტიური მაგალითი ამ სიტყვისა, თუ როგორ შეიძლება შედგეს კოჰაბიტაცია. ძალიან გამეხარდა რომ მე ცუდმა ვიძიამ თუ არ დაუფასე, ეს ნაბიჯი სტეფანემ მაინც დაუფასა.